რა ხდება მაშინ, როდესაც ექიმი თაბაშირს გაშორებთ, რომელიც მოტეხილობის გამო დაგადეს? ეს არის ის მოწყობილობა, რომლითაც ეს თაბაშირი შორდება და როგორც ხედავთ, საკმაოდ მჭრელი და ბასრია, თუმცა არსებობს ამ დროს იმის შანსი, რომ კანი დაზიანდეს და ადამიანმა მიიღოს ჭრილობა ამ თაბაშირის მოშორების პროცესში. ეს ძალიან საინტერესო მოწყობილობაა და თქვენ გამიზნულათაც რომ გინდოდეთ თავის დაზიანება, საბედნიეროდ ამ მოწყობილობით ამას ვერ მოახერხებთ, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია საკმაოდ მკვრივი და ძლიერი თაბაშირის გაჭრა. აქ ერთი ტექნიკური პრინციპია, რაც ამას შესაძლებელს ხდის, რომ ამ მოწყობილობის პირი არა ცირკულარულად, არამედ აქეთ-იქით ირხევა და ირხევა საკმაოდ დაბალ დიაპაზონში, დაახლოებით 1-დან 2 მმ-მდე, რაც ამ მკვრივ სხეულს, რაც თაბაშირია ჭრის, თუმცა როდესაც ის ჩვენს ელასტიურ კანზე მოხვდება, ვერანაირ დაზიანებას ვერ აყენებს ჩვენს კანის ზედაპირს. მიუხედავად მისი უვნებელი თვისებისა, თაბაშირის მოხსნის დროს ეს პროცედურა მაინც უსიამოვნებას იწვევს პაციენტებში, თუმცა დამერწმუნეთ, როდესაც პრინციპი გეცოდინებათ, გაცილებით უფრო მშვიდად მიხვალთ და არ შეგეშინდებათ ამ ყველაფრის.